ძვირფასო მეგობრებო, დღეს ვესტუმროთ ფრაიბურგს, ამინდი იდეალურია 16 გრადუსი, რაც ამ დროისათვის გერმანიაში არც თუ ისე ხშირია. ფრაიბურგი იმ დროის გამო მდებარეობს გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მზიან და საცხოვრებლად მოსახერხებელ ადგილად ითვლება და ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, დიდი ისტორიითა და ცოცხალი სტუდენტური ცხოვრებით. ქალაქი 153 კვადრატულ კილომეტრ ფართობზეა გაშენებული და მისი მოსახლეობა დაახლოებით 237,000 ადამიანს შეადგენს. 30,000 სტუდენტი სწავლობს ფრაიბურგის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამის გამო ფრაიბურგს ცოცხალი, ახალგაზრდული ატმოსფერო აქვს. ქალაქი ცერინგენების დინასტიის ჰერცოგებმა 1120 წელს დააარსეს. სახელი ფრაიბურგი ნიშნავს თავისუფალ ქალაქს ან თავისუფალ ციხესიმაგრეს. შუა საუკუნეებში ქალაქი სწრაფად განვითარდა და გერმანიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა. თანამედროვე ფრაიბურგი ფართოდ არის ცნობილი როგორც გერმანიის მწვანე ქალაქი. ქალაქმა დიდი ინვესტიციები ჩადო გარემოს დაცვასა და მდგრად ცხოვრებაზე. ამ რეპუტაციის ერთ-ერთი მიზეზი მისი შთამბეჭდავი ველოსიპედების ინფრასტრუქტურაა. ფრაიბურგს 400 კილომეტრზე მეტი ველოსიპედის ბილიკი აქვს და ველოსიპედები ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. სპორტი ასევე ფრაიბურგის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქალაქის საფეხბურთო კლუბ ფრაიბურგის სამშობლოა. გუნდი თამაშობს გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, ბუნდესლიგაში და ცნობილია როგორც ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და კარგად ორგანიზებული კლუბი. კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა 2022 წელს მოხდა, როდესაც გუნდი გერმანიის თასის ფინალში გავიდა. 2021 წლიდან გუნდი საშინაო მატჩებს თანამედროვე ევროპა პარკ სტადიონზე ატარებს. სტადიონი დაახლოებით 34,700 მაყურებელს იტევს და გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საფეხბურთო სტადიონად ითვლება. ფრაიბურგში სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. ალექსანდრე იაშვილი ფრაიბურგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ქართველ ფეხბურთელად ითვლება. კლუბში მან დაახლოებით 10 სეზონი ითამაშა. 291 ოფიციალური თამაში ჩაატარა, ხოლო მის ანგარიშზე 60 გოლი და 63 საგოლე პასია. ასევე იყვნენ ლევან კობიაშვილი, ლევან ცკიტიშვილი, რომელმაც კლუბში 7 წელი დაჰყო, გიორგი კიკნაძე და დავით თარგამაძე. 1998-2003 წლებში ფრაიბურგში ერთდროულად თამაშობდნენ 3 ქართველი, იაშვილი, კობიაშვილი და ცკიტიშვილი. მაგ დროს გერმანელები ფრაიბურგს ქართველების გუნდსაც უწოდებდნენ. ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულებაა ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც 1800 ექიმი, მკვლევარი და სამედიცინო პროფესიონალი მუშაობს. საავადმყოფო საერთაშორისოდ არის ცნობილი მაღალტექნოლოგიური კვლევებითა და რთული სამედიცინო პროცედურებით. ის განსაკუთრებით ძლიერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ონკოლოგია, ნევროლოგია, ტრანსპლანტოლოგია და გულის ქირურგია. ფრაიბურგიდან არც ისე შორს, ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ევროპაში სიდიდით მეორე და ძალიან ცნობილი გასართობი პარკი, ევროპა პარკი. პარკი გაიხსნა 1975 წელს და მას ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ევროპა პარკი დაყოფილია ევროპის ქვეყნების თემატურ უბნებად. თითოეულ უბანში არის შესაბამისი ქვეყნის არქიტექტურა, კულტურა, საჭმელი, ატრაქციონები, მაგალითად იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ასე შემდეგ. სულ დაახლოებით 20-ზე მეტი თემატური ზონა არსებობს. პარკში არის 100-ზე მეტი ატრაქციონი. ყველაზე პოპულარულია Silver Star, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ატრაქციონი ევროპაში. Blue Fire, ძალიან სწრაფი როლერ კოსტერი, რომელიც 0-დან 100 კმ/სთ-მდე მიდის რამდენიმე წამში. ყველა ეს ელემენტი ფრაიბურგს ჭეშმარიტად განსაკუთრებულ ქალაქად აქცევს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია, ბუნება, მეცნიერება, სპორტი და გართობა ერთმანეთს ერწყმის. მეტი мотиваციისთვის და სხვა საინტერესო ვიდეოებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი.